უხერხულოდ ხო არ ზიხართ თაგ? არა, აბსოლუტურად. რა სიტუაციები გიქნით ხოლმე ზოგადად უხერხულობას? რო ვიცი, რომ მატყუებენ და ხვდები. ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, მამუკა ჩარკვიანის და, ირმა გიგანის დედა. როდესმე თავი თუ გიგრძნიათ დაჩრდილულად ამ ყველაფრის ფონზე? იმდენად აღფრთოვანებული ვარ მათი ნიჭიერებით, რომ გონია რომ აღფრთოვანებაც ნიჭია. ამიტომ არა. თქვენთვის უღალატიათ? კი. ბევრჯერ? საბედნიეროდ ბევრჯერ არა. უბრალოდ ერთი დამამახსოვრდა ძალიან, იმიტომ რომ ბავშვობის მეგობარმა უკვე ღრმა ასაკში. მაგრამ გონია რომ ყველაფერს პატიება შეიძლება. ადრე ამას ვერ ვიტყოდი. არ პატიებად არაფერი არ ღირს. პატიება ჯობია ყველაფრის, მაგრამ ტკივილი გრჩება. როგორი იყო რეაქცია ღალატზე? საშინელი, ძალიან განვიცადე. ახლა მამუკასავით თქო ვერ ვიტყვი. მამუკასავით არავინ არ მიყვარს დედამიწის ზურგზე სამეგობროს გულისხმობა. მამუკასავით მეგობარი იყო. ურთიერთობა აღარ გაქვთ? აღარ. საკუთარი საქციელის თუ შეგწყვენიათ? სამარცხვინოდ ადამიანური ღირებულებებიდან გამომდინარე არ მოუქცეულ ვარ. მიდარდია. წერის დროს თქვათ რაღაც ჩემი პუბლიცისტური წერილი გამოქვეყნებულა. ახლაც ვთვლი რომ შეიძლება ობიექტური ვიყავი, მაგრამ მე წერის დროს უფრო შემიძლია კბენა, ვიდრე ესე ინტერვიუს დროს, არ ვიცი, ჩამივლია ჩემი თავისთვისაც და მიდარდია რომ შეიძლება და ესე არ მეტკინა, თქვათ, იმიტომ რომ კრიტიკულ დონეზე, აბსოლუტურად ლიტერატურულ დონეზე ვსაუბრობ, მაგრამ იმ ლიტერატურაშიც შეგიძლია რომ უფრო რაღაცნაირად რბილი იყო, რომ შეეცადო, რომ გული არ მოუკლა ადამიანს და რაღაცა შეიძლება მიდარდია ამ რაღაცა ცოტა მწარე სტრიქონის გამო და ეს სამარცხვინო საქციელი არასოდეს ჩამიდენია. უფულოდ. ყოფილვარ. მე 22 წელია, რაც ჩემი მეუღლის გვერდით ვარ და პრაქტიკულად ბიზნესის თანხა მე ნახე აი ამ 22 წლის განმავლობაში. ჩვენი ოჯახი ისეთი იყო ძალიან მამა ხელფასის კაცი იყო და გონორარის, ანუ თქვა ცისკრის რედაქტორი, ჟურნალ ცისკრის რედაქტორი იყო და კონდა ხელფასი. დედასაც ფილოლოგია და კონდა ხელფასი. აი ყურძენზე და პურზე. არა, დედა ჩემის კარგ სალიანკაზეც, მაგრამ აი პურზე და ყურძენზე ისე გვიქეიფია. რომ გარეთ მეზობლებს ეგონათ, რომ აი რაღაცა ხდებოდა ჩარკვიანებთან და არაფერი ამ დროს. დილის 4 საათამდე მამა სამეგობრო ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჯიკიძე, რაჩილაჩავა, აი იყო ერთი ამბავი და სიმღერა და რაღაცა საოცრება, საურბოლქვაძე და მიშკო შენგელია და აი რაღაც ბიძინა კვერნაძე, ეხლა საოცარ სახელები და გვარები გამორჩება. ამიტომ დიდად ესე იმ უფულობასაც რაღაც ვერ უგზნობდი. იყო ის რომ დედას უპირველესი იყო, უნდა გვესწავლა. რაღაცა ელემენტარულად გვეცვა, ახლა ჯინსი თუ გქონდა და კედები მაშინ იყო ეს დიდი ფუფუნება და ეს ხან გქონდა, ხან არ გქონდა. ავად რომ ვიღაც გაგიხდება და შენ გაქვს საშუალება რომ აი ის კარგად ამყოფო ადამიანურად, ის ფულია. აი მე სულ აი ესე მაქვს ხოლმე გათვლილი, რომ აი ეს თუ ირმას გასტროლი აქვს ჩემსას, ეხლა უკვე პატიჟებს თვითონ და მაშინ აბსოლუტურად ეხლა ჩემი მეუღლე აკეთებს ხოლმე ამ ყველაფერს, ჩემი დაფინანსება ჩემი მეუღლის მხრიდან ხდება და ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ფული გაქვს, შენ თუ შენ შვილს შეგიძლია წაყვე უცხოეთში, ეს არის რომ სოლიდური, იმიტომ დღეს დიდი გაჭირვებაა ძალიან გარეთ. ბავშვობის ტრამვა. ძალიან პატარა ვიყავი, ვისვენებდი წყნეთში. სხვაჩერ საოცარ რაღაც გამახსენე ახლა. და იქ ვისვენებდა გოგონა, რომელსაც რამოდენიმეჯერ დაუსვეს კითხვა, რომ რატო გაცვია თბილად, ზაფხული იყო, იცი? და ამბავს ცოტა უფრო თბილად ეცვა და მე დეჩემა მომანიშნა, რომ შენო არასდროს არ კითხო. და მითხრა, რომ რაღაც მგონიო ჯანმრთელობით არ არის კარგად და ამიტომ და მე ამ თემას ტაბუ დავადე და არ ვიმჩნევდი და რომ ჩამოვედით სადღაც ოქტომბრის ბოლოს შევიტყვე, რომ ეს გოგონა აღარ იყო. მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა, არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. არაჩვეულებრივი ნუშისებური
ღრმა სევდიანი თვალები. საოცარი გოგო იყო. მთელი ცხოვრება მახსოვს. ეს იყო ჩემი პირველი ტრამა. სულ ზევით. მაღლა და მაღლა ეს ჯანსუღმა ჩვენ ქვეყანას დაუწერა. მამუკამ სიმღერა შექმნა. ჩვენ ოჯახში ეს თემა მაგრა დაკარით. ტყუია მიზანში მოსახვედრია, სულ ზევით. მხოლოდ და მხოლოდ ეხება ამ ქვეყანას. 72 წელს, მაშინ პატარა ვიყავი, როცა ეს ლექსი დაიწერა, მაშინ ძალიან რთული იყო ამის თქმა და დაბეჭდვა, ეს იყო ძალიან რთული და იქიდან ვიცი, რომ ეს მაღლა და მაღლა და ზევით ეს ეხება ჩემ ქვეყანას, ვერა და ვერ მოვხვდით ამ ზევით, არ აღმოუჩნდით არასოდეს და არც ახლა არ ვართ ზევით. ადამიანი, რომელიც გაღიზიანებთ. ტყუილი მაღიზიანებს და დასაწყისშივე გრძნობა ამას არაჩვეულებრივად გრძნობ ტყუილს და რაღაცნაირად გავიტრუნები ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა მოსაუბრის ტყუილის მონაწილე გავხდე. რაღაცნაირად მგონია, რომ ეს რაღაცა უხერხულია ძალიან და ცუდია და ძალიან მაღიზიანებს. კონკრეტული ადამიანი არ გაგახსენდათ? გამახსენდა. რა არ დავასახელებ. ბატონო. ყველაზე ძიმედ მახსენდება, როცა ახალი შექმნილი გქონდა ჩვენი ოჯახი, 95 წელია, ძალიან ძიმედ მახსენდება. ბანდ ფორმირებების პერიოდი იყო, თუ გახსოვს. რაღაცა მხედრიონის რაღაცა პერიოდი თარეშობდნენ და იყო ბიზნესზე თავდასხმები და შემოვარდნებიც. როცა მხედრიონს ვამბობ, მინდა აქაც ობიექტური ვიყო, იქ რაღაცა ნაწილი, რომელიც მათ დაეხოცათ აფხაზეთში. ძალიან კარგი და ვაჟკაცი ბიჭებიც ყავდათ, ასე რომ ესე ერთ ტაფაში არ მოვხარშავ ყველას, მაგრამ რა არის დასამალი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან მძიმე პერიოდი იყო მაშინ და ჩემ მეუღლეზე იყო თავდასხმა, ისეთი სერიოზული, სამსახურში პირდაპირ. ძალიან მძიმედ გადავიტანთ. მე ვთვლი, რომ წელში ძლივს გავიმართეთ, იმიტომ რომ მას მოყვა ოპერაციები, რაღაცა მძიმედ ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. რაღაცა გივარდება, იმიტომ რომ დაეუფლოს შენ ბიზნეს, შენ არ უთმობ და ამას მოყვა რაღაცა საშინელებები, დაჭრა რაღაცა უბედურება საშინლად მახსოვს. არ მინდა რომ ჩვენი შვილები სადღაც მიუახლოვდნენ და როგორც კი გავიგებ, რომ სადღაც გარეთ სროლა მოხდა ან რაღაცა მოხდა, სულ მახსენდება, რომ ეს ჩვენ გადატანილი გვაქვს ეს სირცხვილი. ცხოვრების მთავარი უნება. წერ. მუსიკოსი ვარ, ისე პროფესიით კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, საფორტეპიანო ფაკულტეტი. მაგრამ ბავშვობიდან წერდი. გვიან გამოვაქვეყნე. ხოჭოს მამუკას დამსახურება, იმიტომ რომ ვეხუმრები ხოლმე ის მანიაკივით ჩამაცივდა, რომ უნდა დაბეჭდო მოთხრობები, არ ვბეჭდავდი. იცი რა, ჩვენთან სახლში სხვა მკითხველი იყო. ამას მე ხა ამბიციით კი არ ვამბობ, ალბათ ხვდები პროფესიიდან გამომდინარე, რაღაცა ისეთი ძალიან მაღალი ხარისხის მოთხოვნა იყო. ამიტომ ჩემ თავს მე ვთხოვდი ცოტა ბევრს. მოთხრობებით დეიჩენს მამაჩემს ძალიან გვიან წავაკითხე. ხაჭერ დედას უმეუბნებოდა, რომ უნდა ჩააბარო ფილოლოგიურზე ძალიან მინდა, იმიტომ რომ დედა მიცოდა რომ წერდი. იცი რა, ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მე აუცილებლად ვიქნებოდი შვილი. იმ ადამიანის და ადამიანების დედას და მამასი და მეგონა რომ უფრო თავისუფალი აღმოჩნდებოდი იმ სივრცეში, სადაც შეხების წერტილი არ ქონდა არავის და მე ჩემი გზა მქონდა იქ, ასე ვთქვათ, კონსერვატორიაში, მაგრამ რომ დავამთავრე 86 წელს. დავიწყე მუშაობა სტაჟიორად რადიოში, რადიო მუსიკალურში. და იქვე მიხდებოდა. მე უკვე მოგვიანებით ტელევიზიის მუსიკალურში, მე ყოველთვის მუსიკალურში მუშაობდი, საინფორმაციოში და რაც არ მიმუშავე არასოდეს. და მაშინაც სულ მიხდებოდა წერა. ეს მდგომარეობა არის უფრო ჩემი. რას ვერ პატიობთ ადამიანებს? ადამიანებს ვერ ვპატიობ. კონფორმიზმს ვერ ვიტან აბსოლუტურად. ეს ისეთი რამ არის, ისე შეიძლება შემოგეპაროს და მე ისე შეიძლება მიეჩვიო. საზიზღრად. და არასოდეს არ მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ ეს ახლოსაც კი მოსულიყო და
აბსოლუტურად გამორიცხული. მე რაღაც ჩემი პოზიცია მაქვს, რომელსაც ვამბობ ხოლმე, რამდენად მიდის მსმენელამდე, ერთი ვიცი, რომ გულწრფელი ვარ და მგონია, რომ გულწრფელი როცა ხარ, ის მივა. ჩემი ნარკოტიკია. კითხვა და მოსმენა მუსიკის. მსუბუქი ნარკოტიკი გაგისინჯოთ? არა. თავს უნდა ვაკონტროლებდე მე თვითონ. და ამიტომ ეს ჩემი არ არის. როდის გამოდიხარ წობიდან? ერთი საოცარი თვისება მაქვს და სხვა შორის ეს ჩემებმა იციან. აი უთავბოლოდ შემიძლია და ეს ცუდია მგონია. უთავბოლოდ შემიძლია ვითმინო. აი კამათის დროს ძალიან დიდხანს ვითმენ ძალიან. და როდის შევსება მოთმინების ფიალა? აი მტკიცებულებით ფორმაში უტიფრად თან რო იმან იცის და თავისივე ტყუილს ამყარებს და გრძნობ რომ აი ხა უკვე იჯერებს თვითონ არა თუ მაყურებელს არამედ თვითონაც იჯერებს და თან ეს ყველაფერი ზუსტად იცის რომ ესე არ არის აი ამ დროს აბსოლუტურად გამოვდივარ წყობილებიდან და ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლა არ არის არც ყვირილი არც არავითარი მაგვარი მაგრამ ну აი ისეთ შემიძლია ვთქვა ჯანსუხს გევარ ეთყობა გენეტიკა თავის ეშვება და ну შემიძლია რაღაც ისეთი რაღაცნაირი კლიმატურად რაღაცა ცოტა თუ უთხრა რომ ცოტა დამცირებულად იგრძნოს თავი და აი ზაღან იმიტომ თქვი რაღაცას მე ვდარდობ მეთქი მაგრამ ну მაქვს ეგ თვისება ეს არის ჩემი თავდაცვა იმ მომენტში თუ რაღაცნაირად პროტესტია ჩემი თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩხუბი ეს ჩემი მდგომარეობა არ არის. ქართული ტრადიცია, რომელიც 21 საუკუნეში საჭირო აღარ არის. ტრადიცია, რომელსაც დაამახინჯებს ადამიანი, ჯერ ესეთი ის უკვე ტრადიცია აღარ არის. ის არის რაღაც ადამიანის მიერ მოგონილი, თავის თავზე მორგებული, ვისაც როგორ უნდა, ეს არ არის ტრადიცია. მე თვითონ ხარ რომ ვამბობ ხოლმე ტრადიციულ ოჯახში, ხო, რა ვიცი, ტრადიციული ოჯახი იყო ჩვენი ოჯახი, მაგრამ აი სუფრაც როა იყო, ხშირად მესმის ხოლმე რომ საშინელია ეს ქართული სუფრა. მეც ვყოფილი ვარ, რო არ მოგატყუა ეხწე. ისეთ სუფრაზე ვყოფილი ვარ, რომ აი რო აღარ შეგიძლია უკვე, მაგრამ აი ყოველგვარი ბრანჭვის გარეშე ვდარდობ ყოველ წამს და ყოველ წუთს, რატომ არ მქონდა კამერა და მე მოგვიანებით კიდე ჭკუა იმისი რომ გადამეღო ეს ყველაფერი ჩვენთან სახლში სუფრები რომელიც იმართებოდა აი მე მგონია რომ ის არის ქართული ტრადიცია ну ეს იყო ფეიერვერკი ეს იყო ზეიმი იუმორის სიბრძნის მამაჩემმა იხუმრა ერთხელ და მე მიფიქრია რომ რა არის ხა სულ რომ აქებ ვიღაცას და შენ რა გადასარევი ხარ და არაჩვენ და მე რომ დავფიქრდიო იცი რა არისო მითხრა და მგონია რომ სტორია ოღონდ იმ სიტყვით ვიტყვი როგორც ჯანსუღმა თქვა. აი გეგონება შეაწერო რომ კაი კაცი იყავიო რაო. კარგი კაცი გახდი რაო. არის ამაში რაღაცა მართვალი, იცი? სიმართლის მე ვფიქრობ. მე მეტი წილი ძალიან მანგარს უფრებზე ვარ, დამყოფი. ხშირად ჯანსუღი იყო ხოლმე თამადა. თავის სიმღერით განზორ ერქომაიშვილი, ბიძინა კვერნა და ჯანსუღ კახიძე მიშკუ შენგელია. თვითონ მამა კარგად მღეროდა ძალიან. ну იუმორზე აღარ ვლაპარაკობ ხა ეს დანოდარი რო ისხდნენ ხოლმე ჩვენი მეზობლები უბრალოდ მთელი სახლი ჩამოიცლებოდა ჩვენთან ისეთი ამბავი იყო ხოლმე დედა ხსნიდა შუაში ესეთ შუშის კარებია და ეს კარები იყო ხოლმე გახსნილი ამიტომ აი მახინჯ ტრადიციებზე რო არ მოგატყოთ საბედნიეროდ რაღაცნაირად ჩემმა მშობლებმა ჩვენს არ გვანახეს კი როგორ არა როგორ არა და იმას ხოლმე ის რა მგონია რომ ის ტრადიცია აღარ არის მგონია რომ რაღაცა უინტელექტო ადამიანების მიერ გამოგონილი დამახინჯებული ტრადიციები მგონია დიდი ინტელექტის და დიდი კულტუროლოგიის მქონე ქვეყანა ვართ გადაჭარბების გარეშე და იცი რა ძალიან ძველია ეს ყველაფერი იმ ძველს ჭირდება კარგად განახლება ეხლა დღეს არ დავასახელებ ესეთი ფორმატის გადაცემა არ მინდა რომ მაინც რაღაცა კლავინეს ვადგინო, მაგრამ თვითონ ფაქტს გეტყვი. ერთი ადამიანი იყო ჩვენთან რედაქციაში მოსული. ძალიან კარგი ოჯახის შვილია, ანუ ძალიან კარგი დედმამა ყავდა, წესით და რიგით იმ ოჯახში გაზრდილ ადამიანს ასეთი მახინჯი ტრადიციები არ უნდა უნდოდეს და
რედაქციაში მოვიდა და მითხრა თაკო იცი რა ხელმოწერებს ვაგროვებთო ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდა აღდგესო და ხო გითხარი ჯანსუხს გვევარ მეთქი და ესე მომენტალურად უპასუხებ მე ვთქვი როგორ აკონტროლებ მე როგორ აპირებ ამის გაკონტროლებას მეთქი ეს არ არის ტრადიცია ეს ხელის მოწერის შეგროვება ასეთ რაღაცასთან დაკავშირებით ეს არის სიმახინჯე და მგონია რომ ბოლო დროს ეს სიმახინჯე შემთხვევით არ შემოვიდა პოლიტიზირებული გახადეს იცი ხა ვიღაცა ეტყვის ყველაფერშიო რუსეთს ადანაშაულებო და მაგრამ კი არ ვადანაშაულებ ეს არის რეალური უახლესი ისტორიის მტერი და ამიტომ მომყავს ხოლმე მაგალითად კი აღარ იცის იმან რა კუთხით მოახდინოს ასე ვთქვათ ნიველირება ევროპული ღირებულებების და აქედან გამომდინარე რაღაცა სისულელეს ამოიჩემებენ და გეტყვიან რომ აი ეს არის ევროპა და ეს არის ის რასაც აბატონო მართლმადიდებლური რუსეთი გთავაზობს და მართლმადიდებლური რუსეთი არასოდეს არ გვექცეოდა როგორც მართლმადიდებელი ზუსტად ეს ის იყო ვინც ავტოკეფალია გაგვიუქმდა გუბერნიად გვაქცია ერთხელ თქვი და რატო ამბობ და ნუ ასე იყო შახაბას არ გაუკეთებია ის რაც რუსეთმა გაუკეთა ჩვენს ქვეყანას მეფის ინსტიტუტი გააუქმა ეს ძალიან საინტერესო რამ არის წარმოგიდგენიათ დაპყრობილი საქართველო და მეფის ინსტიტუტი ქონდა შენარჩუნებული და რუსეთმა გააუქმა და გუბერნიად გვაქცია ამიტომ იცით რა ეს გონია რომ პოლიტიზირებულია და ვიღაცა იყენებს ამას რომ აი ტრადიცია აფერ ტრადიცია ეგ არ არის ძალიან კარგი ტრადიციებია რომელიც უნდა დატოვო დაწდეს უნდა და რაც კარგია ის დაგრჩება წყალნი წავლენ წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან ასე რომ სტერეოტიპი რომელიც თქვენ შესახებ არსებობს კაცრია იოლად რაღაცას გამოვიცნობ ხოლმე, რაღაცა თაღლითობას, რაღაცა ფლიდობას, რაღაცებს ვგრძნობ და იმ მომენტში არანაირად არ ვთმობ პოზიციას და უბრალოდ თუ ძალიან გამიჭირდა, უბრალოდ მივუთითებ ხოლმე და ვეტყვი რომ მე აი გიცანი და აი შედეგად მსმენია რომ რაღაცა თაკო ცოტა მკაცრია და სექსი ეს არის ადამიანების ურთიერთობა სიყვარულის შედეგად მოსული თავდავიწყება. რამდენჯერ გიყვარდათ? ერთადერთი ადამიანი, ვინც მიყვარს. ეს არის ჯონი გიგანი. თავი დაგიკარგავთ? ხო, აბა. საყვარელი ადამიანის გამო, ვინმეს მოკლავდით? რთული კითხვა, იცი რა, მე მქონია ძალიან ძიმე სიტუაციაში ვყოფილ ვარ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანის გამო. და მოკლედ ნამდვილად ღმერთმა არ ჩამაგდო ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ კლინიკიდან მოვიპარე. დილის 5 საათზე. მე და მისმა სიძემ ზურგზე მოვიკიდეთ, როცა დაჭრილი იყო. და ინფორმაცია მოგვიტანეს კლინიკაში, რომ მოვლენ ახლა საცაა და შეიძლება ჩაცხრილონ. და ღია იყო მაშინ ჩხეიძის ქუჩად არ უნდა გახსოვდეს, ასაკით ვხედავ რომ არ უნდა გახსოვდეს. მაშინ ეს ჩხეიძის ტრამატოლოგიური ღამე იკეტებოდა ჭიშკარი კი არა. უბრალოდ ექიმები იკეტებოდნენ ოთახებში, იმიტომ რომ უმძიმესი ვითარება იყო. აი ესეთ დაქროდნენ რაღაცები ბანდები, ექიმებს ავიწროებდნენ, ბოხუა მოკლეს მაშინ გახსოვთ, ბრწყინვალე სიძახთა ქირურგი იყო, სოფლიო მასშტაბის და გარდაიცვალა ეს კაცი, ჩაცხრილეს, იმიტომ რომ კურნავდა პაციენტს რესპუბლიკურში. აი ეს პერიოდი იყო და მაშინ ჩემი მეუღლე დაჭრილი იყო ნარკოზის ქვეშ და როცა შემოვარდა ერთ-ერთი მედპერსონალი და თქვა რომ იცით რა აი ესე საშიშია. და ნუ არ ვიცოდი რა უნდა მქნა, მე და ჩემი მეუღლის სიძე ვიყავით კლინიკაში. და იქვე რეანიმაციაში კიდე ერთ-ერთი დაჭრილი იწვა. ავტომატიანი ბიჭები ეხვია იმ ახალგაზრდა ყმაწვილს გარშემო და რა ვქნათ და მოდი მე ტაქსს მოვიყვანო ამ სიძემ მითხრა რომ იქნებ როგორმეო გავიყვანოთ აქედანო. ტელეფონები არ არის, მაშინ მობილურები არ იყო. და მოვიკიდეთ დილის 5 საათზე. აბსოლუტურად ნარკოზის ქვეშ არაფერი არ ახსოვს, თითქმის არაფერი და
იმ კლინიკიდან გამოვიყვანეთ და გითხრეს რომ სადღაც 40 წუთში მივიდნენ. აჩრდილი რომელიც ყოველთვის თან დაგდებთ. სინდისის აბსოლუტურად რომელიც მუდმივად ჩემთან არის და მაკონტროლებელია ყოველთვის. ღმერთს რას კითხავდით? თუ ასეთი მართლა და მგონია რომ წილხვედრი ვართ მართლა, იმიტომ რომ ისეთ კატაკლიზმებია ჩვენს გარშემო და რაღაცა ჩვენი პატარა ქვეყანა მაინც არსებობს. აუცილებელია რომ სულ მუდმივად ასეთი კატასტროფები განიცადოს ამ პატარა ქვეყანამ. კითხავდი, ეგება შესაძლებელია რომ ცოტა სხვაგვარად წარიმართოს. სიყვარულისთვის რაზე არ უნდა წახვიდე? ადლეცობაზე ვერ წავალ. ეს სიტყვა ხარ მე სპეციალურად თქვი ეს სიტყვა ამ ასე ვთქვათ ჟარგონით. ასეთ რაღაცა უკეთურებაზე ვერ წავალ. არ მიიღეს. იმიტომ რომ ეს ხო არ არის რომ იმ მომენტში შენ ხო იმ სიყვარულით მე უნდა იცხოვრო და გონია რომ შეგიშლის ხალხს და ვერ იცხოვრებ. ის აღარ შეგრჩება შენი სიყვარული აღარ არის რაღაც სხვა იქნება ალბათ და გონია რომ აი ეს ყველაფერზე ვერ წახვ. ბოლო პერიოდში რაიმე თუ გინანიათ? მინანია. ჩემს სიცოცხლეში, ჩემი ცხოვრების მანძილზე, მიუხედავად სხვადასხვა შემოთავაზებებისა, არასდროს 86 წლიდან გარდა რიგითი მუსიკალური რედაქტორობისა და ჩემი პუბლიკაციებისა, რომელიც ჩემი ნააზრევია, მე არსად არ მქონია სურვილი წავსულიყავი სადმე რაღაცა თანამდებობაზე. არ უნდა დავთანხმებულიყავი აი იმ ავადსახსენებელი კულტურის სამინისტროს მოადგილეობის რაღაცა ერთ-ერთი მოადგილის რაღაცა შემთავაზეს და ისიც თავს ჩემთვის იმითი ვიმართლებ, რომ ვიცი რატომ დავთანხმდი, იმიტომ რომ ჩემი რაღაცა გულუბრყვილობით ჩავთვალე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიფიქრე, რომ იქნებ ის დრო მოვიდა, როცა შემიძლია რაღაცით დავეხმარო, მეტი არაფერი აბსოლუტურად და არ უნდა დავთანხმებულიყავი, სიყო არასწორი ნამდვილად. ბოლოს როდის და რის გამოიტირეთ? მამუკას გამოვიტირე. აქედან მივდიოდით ავსტრიაში და მაშინ რაღაც ვერ შევიკავე თავი, იმიტომ რომ არ იყო კარგად და მაშინ ვიტირე. ალკოჰოლი. ეს ალკოგოლი ისე მძიმედ არის ჩვენს ოჯახში შემოსული მამუკას გამო, რომ გაგონება ამ სიტყვისაც კი არ მინდა და მაღეზიანებს. იმიტომ რომ აი кейპსა და кейპს შორის უბრალოდ ჩვეულებრივი მომხმარებელი, როგორც ყველა სვამ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ალკოგოლზე დამოკიდებული. და ამიტომ ძალიან ცუდად მოქმედებს ეს სიტყვა ჩემზე. რამე მოგიპარავთ? არა. არც ბავშვობაში? არა. რა არ უნდა გააკეთოს ქალმა არასოდეს? ვერ გეტყვით. ესე ამის რეცეპტი არ არსებობს, გამორიცხულია. რაღაც სიგიჟეები არსებობს. ჩემი თაობა კარენდინაზე გაზრდილი თაობა, რატო ვამბობ, იცი? იქ სულ განიხილავენ ხოლმე თვითონ ანას პერსონას. კი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ იქ ძალიან საინტერესოა ის მეშანი საზოგადოება. კიდევ უფრო საინტერესო. არ ვიცი, ქალმა რა არ უნდა გააკეთოს. ერთადერთი ზუსტად ვიცი, რომ ქალმა არ უნდა მიატოვოს შვილი. ეს არის აი ინსტინქტის დონეზე, აი ზუსტად ვიცი, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. საერთოდ ხალატი მეგობრის, მეუღლის, ქალსაც და კაცსაც გულისხმობ ორივეს, როცა ვაპარაკობ ხალატზე, მეგულისხმობ ორივეს. ჩემთვის ეს თემა რომ ქალის ხალატის ხარ და კაცის ხალატი, ჩემთვის ესე არ არის. ჩემთვის არის ხალატი. ზოგადად ვთვლი რომ საშინელებაა, არ უნდა გააკეთოს. თუ ვიღაცას აღარ სურს მეორე ნახევართან ცხოვრება, უნდა შეატყობინოს და მე რაც უნდა ის გააკეთოს. მე ამის მომხრე ვარ მეგობრობაშიც და ქალის და კაცის ურთიერთობაშიც, ამიტომ მგონია რომ ეს დანარჩენი სიგიჟე ქალის და კაცის საქმეა. კაცი მიდის მაშინ, როცა
როცა სიყვარულია, მაშინ არ მიდის კაცი. ეს არის რეცეპტი, სხვა არაფერი რეცეპტი არ არსებობს. პირადი მტრები ყავთ? ხო მგონი. აი პოლიტიკამ შემძინა. გინება. ვაიმე, გინება. აი ეს ჩვენთან სახლში უნდა თქვა, იმიტომ ჩვენ სახლში ყავს კაცი, რომელიც მთელი სამეგობრო ამბობს, რომ ჯანსუღის ტყიბული ტყემალი ტყვარჩელი გვეჩვენება ნანინად გვესმის, იმიტომ რომ რაღაცნაირად იხთენს თუ რაღაცა, ესეთია ძალიან სიტყვა ბილწია, მაგრამ ხე მე მცხონია რომ ეს გავამართლო კი არა, მაგრამ რა ვქნა, ირგებს, რაღაცა საოცრად ირგებს. წარმოუდგენლად. ამიტომ არ ვიცი, ხანდახან არის ვიღაცა იმის მეოთხე სიტყვის, მაგრამ ისე ჟღერს, რომ აი გეგონება გახადეს ვიღაცას შენ თვალწინ ტანსაცმელი. ამიტომ ესეც რაღაცა ინდივიდუალურია, როგორ გითხრათ. ეს თუ ძალიან ისეთი ფუნაგორით და იუმორით არის ნათქვამი, მაშინ კარგია. დინარე. დინარე არაგვი. თავისუფლება. ლომთა ხვედრია. ბორკილები. სულ მექნებოდა მცდელობა აწყვეტის. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეუძლებელი რამ არის. ერთხელ ერთ ადამიანს ეხუმრა, რომ ბატონ ჯოსო რა არისო, სულო ამბობთ ეს თავისუფლება ლომთა ხვედრიაო და რატო არისო ლომთა ხვედრიო? რა შეიძლებაო რომ მაინც ლომიო მე გალიაში მინახავსო ლომია. ახალგაზრდა მწერალმა უთხრა, ჯასუღმა უთხრა, რომ ტურაშვილი არ უნდა იყო, გვარად ეგრო გაიგო. აი ესეთი ენის პატრონი, მაგრამ არ გწყინს იმისგან. პლასტიკური ოპერაცია გაიკეთებია? არა. არ მეტყობა ეხლა გამიგე. ფიქრიათ? არა, რაღაცა არ მიფიქრია. თავი მარტოსულად თუ გიგრძნიათ? კი. მიგრძნია. ფუფუნება, დეპრესია. მე რომ მივცე საშუალება დეპრესიას ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო ძალიან ცუდად აღმოჩნდება ცუდ დღეში, ამიტომ მე არ მაქვს ამის ფუფუნება და კითხავთ აყოფილ ხართ? არა. არ მეყვარს და მეცინება ცოტა. რამდენ წელიწადში იკარგება ვნება? მატულობს, აი მერწმუნეთ რომ მატულობს, რაღაცა სხვა ღირებულებას იღებს, რაღაცა სხვა ხარისხში გადადის. რაღაცა ამას კიდევ ემატება სანდოობა და მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში და არ ვთვლი რომ იკარგება, იცი რა ვიცი, ჩემთან ჩემ ურთიერთობაში მატულობს მერწმუნეთ. სიგიჟე ჩაგიდენიათ? როგორ არა? ხუმრობ ხოლმე რომ გიჟების ოჯახი გვაქვს თქო. მე ახალი გათხოვილი ვიყავი, მახსოვს, მაშინ უშუქობა იყო და დილის 4 საათზე მამუკა გადმოვიდა და გიტარით, შუქი რო ჩაქვრებოდა. მე ინსტრუმენტთან, მამუკა გიტარით, ჯანსუღი რაღაცა აუტყდებოდა და დილის 5 საათზე ლექსებს ამბობდა. ვიღაცები მოვიდოდნენ ჩვენი სამეგობრო ატყდებოდა ქეფი და ეს ახალი გათხოვილი ვარ და 2 კვირა რო გაგრძელდა. ბოს ჩემ აქვე მეკითხა რომ, ბატონო გამოგებინეო, გიჟები ხართ ჩარკვიანები თუ ჩემს აბატივცემულოდ ხდებაო და მე ვთქარი არა გიჟები ვართ მე. მამაკაცის გარეშე შესაძლებელია ცხოვრება? რა თქმა უნდა შესაძლებელია. თუ მოყვარული მამაკაცი ყავს გვერდით, თუ მართლა გრძნობ შენ იმისგან სიყვარულს. აი მაშინ ღირს რომ შენს გვერდით იყოს ეგეთი კაცი. თუ არა და იმის მაგივრად რომ რაღაც არამოყვარული ყავდეს და სადღაც სხვაგან გაურბოდეს თვალები, იმის ყოფნა სახლში ჯობია რომ არ იყოს და შენ ბედნიერი იყო. დღევანდელი ინტერვიუს შედეგად რამდენი პროცენტი დავინახეთ რეალურად დაკვეჩარბიანი? მიყვარს ამ ფორმატის გადაცემები, მგონია რომ უფრო ჩანს. გასწორია გულწრფელი იყავით. გულწრფელი ვიყავი. რომელიმე იყო ის შეკითხვა, რომელმაც უხერხულობა შეგექმნათ თუ არც ერთი ძალიან სასიამოვნო ინტერვიუ.